საქართველო და ამერიკის ურთიერთობა სუფთა-ფურცლიდან. მმართველ გუნდში სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შტატებთან ურთიერთობა მთავარი საგარეო პრიორიტეტია. სახელისუფლებო გუნდის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების გზავნილების სრულ თანხვედრაშია. გადატვირთვის პოლიტიკისთვის მზადყოფნა კი ორმხრივია. ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტების მნიშვნელოვანი წილად, რა თქმა უნდა, რჩება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების არსებითი გადატვირთვა. ამ კუთხით შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ის გზავნილები, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან ისმის, არის თანხვედრაში ქართული ოცნების პოლიტიკურ წიაღისულებთან მთელი მოცულობით უმეტესწილად და აქ ნამდვილად არის იმის მაღალი ალბათობა, რომ ამ საერთო პოლიტიკურ სულისკვეთებაში ასევე პოლიტიკური ურთიერთობის მომავალი დაემთხოს ორ ქვეყანას შორის. ეს უნდა იყოს ბუნებრივია ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა. საქართველოს მხრიდან არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი, რომელიც უკან იქნებოდა დახეული იმ გზიდან, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერებოდა. ყველასთვის ცნობილია საქართველოს დახმარება თავისი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ სხვადასხვა სამხედრო მისიებში. ურთიერთობის გაფუჭება და სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება გამოიწვია იმან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვა საქართველოს ჩართვა ამ ომში. ვიცით, რომ ადმინისტრაცია შეიცვალა, გვესმის ყოველდღიურად პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, რომელიც აქტიურად თანხვედრაში არის იმ გზავნილებთან, რომელიც აკეთებს ქართულ ოცნებას, მის ხელმძღვანელობას საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს გვაძლევს იმედს, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს და სუფთა-ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა.